ჯანსაღად და მსუბუქად დაწყებული შუადღე ასევე განვაგრძოთ. უფრო სწორად, კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ და მენიუში შევიტანოთ მეტი ხილი, მეტი ბოსტნეული. ყურადღება მივაქციოთ ფერებსაც. ჟურნალი OK მწვანე რევოლუციის დაწყებისკენ გვიბიძგებს და ჩვენც მივყვებით. ვნახოთ, როგორ მზადდება ხილის ჯანსაღი წვენი ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდის მიზნით. ჩვენი სტუმარი, სამი შვილის დედა კი მოგვიყვება, რამდენად ხშირად მზადდება მის ოჯახში ვიტამინებისგან გაჯერებული წვენები და შეიკები სწორედ ბავშვებისთვის. დავბრუნდით ეთერში კიდევ უფრო ჯანსაღად, ხო, ნუცა? კიდევ მეტად უფრო ჯანსაღად ჩვენ გავაკეთებთ საინტერესო სმუზებს ხილისგან და აი საკო უკვე გაჩვენებთ. ჩვენი მწვანე რევოლუცია, რომელიც არის ფანტასტიკური წამოწყება და მივესალმები და ყველამ რომ ასე ვიკვებოთ და მივირთოთ ბევრი ხილი და ბევრი ვიტამინი იქნება ფანტასტიკური. გაგვიადვილებ დღეს ამ საქმეს, რამდენიმე ვერსია შემოგთავაზებთ. რამდენიმე ვერსიას შემოგთავაზებთ. კი ვაკეთებთ კივისგან და ჯანჯაფილისგან, იგივე კოჭასგან, ვაკეთებთ მარწყვისგან, მოცვისგან და თაფლისგან და ვაკეთებთ ფორთოხლის წვენისგან და ასევე კოჭასგან და დარიჩინისგან. ასე რომ მე ნელ-ნელა დავიწყებ, იქამდე ჩამოვთვლი ინგრედიენტებს, დაგვჭირდება მარწყვის სმუზისთვის დაგვჭირდება 150-დან 250 გრამამდე მარწყვი, დაგვჭირდება იმავე რაოდენობის მოცვი, ერთი სუფრის კოვზი დაგვჭირდება ერთი ჭიქა წყალი, დავაბლენდერებთ და გემრიელად მივირთმევთ. ძალიან კარგი, რუსამ აღნიშნა რეკლამაზე გასვლამდე, რომ ეს არის ის, რასაც ძალიან აქტიურად ამზადებს თვითონ, ხო, თავისი შვილებისთვის და ალბათ ჩვენ თვითონაც გიყვარს და? მე თვითონაც ძალიან მიყვარს ესეთი რაღაც დაბლენდერებული ხილი. რას ანიჭებ უპირატესობას? დაემთხვა ნუცას რომელიმე რეცეპტი შენსას თუ? კი, დაემთხვა, მაგალითად, მას რა ქვია, ჩემს შვილს ძალიან უყვარს უფროს ნაყინი. და ნაყინთან ერთად ჩვენ ძალიან მარწყვი ცალკე ესე არ უყვარს, ძალიან მიყვარს, რომ ესე მარწყვს არ მიირთმევს, მარტო მე ძალიან მიყვარს. ისეთი თან უნივერსალურია, ყველას რო უყვარს ეგეთი. მარწყვს და ნაყინს შეიკებსაც ვაკეთებთ, სმუსებსაც ვაკეთებთ, წვენებსაც წურავთ. გარდა ამისა, მასაც ჭარხალს ესე ხშირად არა. გემრიელია, რომელიღაცას უყვარს ოჭარხალი, ჭარხალი შუათანს ყველანაირი პროდუქტი უყვარს. აი სიმაღლეში რო ზრდის ვიცი და ბავშვობაში ძალიან და პატარა ვიყავი და დედაჩემი რა თქმა უნდა როგორც ყველა დედა ნერვიულობდა რომ საკმარისად მაღალი არ ვიყავი, იმიტომ რომ კლასში ყველაზე დაბალი ფაქტობრივად მე ვიყავი და დაწყებით კლასებში ვსაუბრობ. და ხშირად მასმოდა ამ ჭარხლის და სტაფილოს წვენს. ეს ჩემი შვილები არიან უზარმაზარები. უფრო 14 წლის და მე 83-ია. შუათანასთვის ვიძენ 10 წლის ბავშვს და 7 წლის არის და პატარას 10-ია უკვე 2-დან 3 წლამდე ტანსაცმელები არიან. 8 თვის როგორც ძალიან გრძელები არიან და ხა ჭარხალს ვერ დავაბრალებ მარტო. მაგრამ სტაფილოს უწურავ, სტაფილოს და ყველაფერს უმატებ წყალს ცოტას. ვიცი რომ ესე დიდი რაოდენობით ვიტამინების მიღება და გლუკოზის მიღება ესე არ შეიძლება და ცოტა წყალი, ხო, ცოტა წყალი აუცილებლად აქაც ზომიერება არის. და აი ამ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე ხილს თქვათ ერთად რამდენიმე ხილს, იცი რა, ესე დიდად არ მიცდია რამდენიმე ხილის არევა, იმიტომ რომ მეშინია რეაქცია. ხო, აი ამიტომ მას ყველაფერს უწურავ ცალ-ცალკე სეზონი, როდესაც მოდის, ანუ გარგალს ცალკე სმუს ვაკეთებ გარგლისას, ალუბალი, აი ძალიან სასარგებლოა და აუცილებლად წყალს ვუმატებთ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, აი სიმჟავისთვის რაღაცა იქაც გლუკოზა, სიმჟავე რაღაცა და წყალი უნდა დავუმატოთ. აუცილებლად სტაფილო, ვაშლი. აქცევ ყურადღებას დღის რა მონაკვეთში სვამენ და 5-მდე ესეთ ბავშვების შემთხვევაში 5-მდე. და იმესაც ამბობენ, რომ ზოგს ხშირად იყო, ხო, ესეთი შეხედულება, მე მახსოვს, თქვა, ჩემ ბავშვობაში ამბობდნენ, რომ როცა დაასრულებ ჭამას, თქვა, ძირითადი კერძის, მაგალითად ხორცის, მერე აძლევდნენ ხილს დესერტის სახით და ეს ყოფილა ძალიან არასწორი. კი, მე ვიცი, რომ 2 საათით ადრე უნდა, ან 2 საათით გვიან. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ორგანიზმში, როგორც ვიცი, რაღაცა ისე საჭმელთან ერთად ლპობა მიდის, თუ არ ვწდები, არ მინდა რომ მაყურებელი შევიყვანო. შეცდომაში, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცებს ხშირად ვკითხულობ იმაშვები, რომ აი კვებასთან დაკავშირებთ, რაც ბავშვებს ეხება. და ლპობას გამოიწვევს და ცუდია ორგანიზმისთვის და ეს ვიტამინები რომ აითვისოს ორგანიზმმა აუცილებლად 2 საათით ადრე, ან კვების დასრულებიდან 2 საათით შემდეგ. ხო, ჭამიდან ჭამამდე რაღაც შუალედში. კარგია. წახემსებასავით გამოდის. ნუცა, შენი პირველი კოქტეილი დავარქვა? ჩემი პირველი მარწყვის და მოცვის კოქტეილი.
მარწყვის სასარგებლო თვისებებზე ძალიან ბევრი გვისაუბრია ჩვენ სტუდიაში და ისიც აღვნიშნეთ, რომ ცოტა გაოცებულები ვიყავით, იმიტომ რომ არ ვიცოდით თუ მარწყვის ამდენი დადებითი თვისება ქონდა. უბრალოდ ლამაზი და გემრიელი მეგონა და ვფიქრობდი, რომ არანაირი სასარგებლო თვისება მარწყვის არის კარგ მარწყვზე. ხო, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია, რომ ყველაზე კარგი მარწყვა ეს არის ან ტყეში დაკრეფილი პატარა, ყველაზე შეუხედავი მარწყვა. როგორც მალინა მარწყვს რო ეძახიან და ყველაზე გემრიელიც ეს არის. მე ამასობაში უკვე დავიწყე კივის კოქტეილის მომზადება, ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება დაახლოებით 5 ცალი კივი, დაგვჭირდება 10 გრამი ჯანჯაფილი, 1 ჭიქა წყალი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. ყველაფერს ბლენდერში ერთად მოვათავსებთ და დავაბლენდერებთ. ანუ მთავარი ინგრედიენტი არის როგორც მივხვდი, კივი და ჯანჯაფილი, ხო? კივი და ჯანჯაფილი, რომელიც ორივე დღეს წარმოდგენილი პროდუქტებიდან რაც მე არ მიყვარს, არადა ძალიან სასარგებლოა. კივი თუ ჯანჯაფილი? ჯანჯაფილი. ჯანჯაფილზეც ბევრი გვისაუბრია და ყველა მიცის როგორც სამკურნალო თვისებები აქვს, მაგრამ მე როგორც ვიცი ხშირად. ავტომატურადაც კარგია, მაგრამ თუ გახსოვთ, ჩვენ ერთხელ ენდოკრინოლოგმა გვირჩა, რომ აუცილებელი არის აქაც ზომიერების დაცვა. იგივე ჩაის მიღებაც თქვათ არ შეიძლება ყოველ დღე, ეს არის 2 კვირაში ერთხელ გამწმენ ჩაიზე არის ჯანჯაფილის საუბარი, ასე რომ ყველაფერი ზომიერად. გემოს თვალსაზრისითაც ბევრი არ გვინდა მგონი, იმიტომ რომ რაღაც მძაფრი გემოა. ეს ახლა შენ არ გიყვარს. არა, ბევრი აიცვა რაღაცა. მართალია, უნდა დაიცვა ყველაფერში ოქროს შუალედი. ჯანჯაფილი იგივე კოჭაა? კი ბატონო. იგივე კოჭა. გახლავთ. ხო და აი ხო აღმოვაჩინე 2002 წელს ჩატარდა თურმე უკანასკნელი კვლევები იკვლევდნენ კოჭას და ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს კოლუმბიის უნივერსიტეტში და ნიუ-იორკის სიმსუქნის კვლევის ცენტრში 10 ჭარბწონიან მამაკაცზე და მათ საკვებთან ერთად ჰქონდა ჯანჯაფილის ჩაი, ნუც აი სწორედ რაზეც ჩვენ საუბრობდი და როგორც გაერკვა მეცნიერების დაკვირვებამ აჩვენა რომ ჯანჯაფილის ჩაი მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინა დანაყრების გრძნობაზე, ანუ როგორც ჩანს ხელს გვიწყობს რომ ბევრი არ ვჭამოთ, იმიტომ რომ უწყობს ხელს, მართალია. გარდა იმისა, რომ ადის დამქვეითებელიც იქნება ჩვენი კოქტეილი, კივის ის ვიტამინები, რომელშიც შედის იგივე B, C და H ჯგუფის, A ჯგუფის ვიტამინები, ერთობლივად იმუნიტეტსაც აგვიმაღლებს და სხვათა შორის გახსოვს მე ერთხელ მოგიყევით რომ არსებობს ესეთი იმუნიტეტის ასამაღლებელი კივის კოქტეილი, ოღონდ იქ ჯანჯაფილის ნაცვლად ცოცხალი ქინძი ბლენდერდება კივთან და თაფლთან ერთად. ერთხელ მე მგონი გავაკეთეთ კიდევაც. ეს მწვანილებს, დაბლენდერებულ მწვანილებს იყენებენ საზღვარგარეთ, ვიცი ძალიან ბევრი, იმიტომ რომ კოქტეილებს სვავენ, ძალიან ბევრს. კი და ჩვენ ვისაუბრეთ ჯეჯილზეც, აი ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა. გიცდია თუ? არა, არ მიცდია, მაგრამ ძალიან სასარგებლოა და ნელ-ნელა რომ დავამკვიდროთ ეს იმაში, იმდენად თვითონ ეს გარემოა ჩვენი დაბინძურებული, რაღაცნაირად მივაწოდოთ და გჭირდება ჩვენ შვილებსაც და ჩვენც რა თქმა უნდა. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ხილს და ბოსტნელს ერთმანეთში არ ვურევთ, ხო, ნუცა? ამ შემთხვევაში არა, ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ხილს და აქ კიდე გასათვალისწინებელი არის რომ არის მწვანე ფერის მიხედვით კონკრეტულად ამ შემთხვევაში და ცალკე არის კიდე ბოსტნეულის მწვანე კოქტეილი, საკუთარ მგონი მან წერია. კი, წაიკითხე. რა წავიკითხო? მწვანე კოქტეილი, რომელიც ისპანახით კომბოსტოცი და კი ბატონო, ორგანიზმის გამწმენდი კოქტეილის მოსამზადებლად საჭიროა კონა ისპანახი, ასევე 6 ფურცელი კომბოსტო, ეს გემრიელი იქნება, 2 ნაჭერი ანანასი და ნახევარი ვაშლი, რომელს ერთად ატყვიფავთ და თურმე ძალიან კარგად წმენს ორგანიზმს ტოქსინებისგან. მე სალათად უფრო მეგემრიელება, ეგ ვიდრე წვენად გამოწყდა ისეთი შემადგენლობა აქვს. არ ვიცი, ალბათ ვინც გურმანია და ვისაც უყვარს თუნდაც გემრიელი სასმელი, ის ხვდება რა ინგრედიენტი რას უხდება ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია რომ მაგალითად ისპანახი, კომბოსტო და შემდეგ ანანასი და ვაშლი. ძალიან სასარგებლოა ისპანახი, ძალიან. მე გეთიშებით ბლენდერს ვრთავ. კი ბატონო, მე ადამიანთა იმ კატეგორიას განვეკუთვნები, ჯერ კიდევ რომ მგონია რომ ყველაფერი სასარგებლო უგემური. ბავშვობაში რომ მქონდა ეს ძალიან იძულებით რომ გვაჭიმევდნენ მშობლები. მე მგონია იქიდან მოყოლებული ბავშვობის ტრამვაა და დღემდე ისეთი რამ მიყვარს, რაც არ არის სასარგებლო. მაგრამ აი შენ თვითონ ხარ მართლა მაგალითი ალბათ რა, იგივე როცა ხედავ რომ მშობლები ესე ხა თვითონ თუ ჩიპსებს ჭამს და შენ გიკრძალავს, ბუნებრივია შენც პროტესტი გაგეჩნდება და როცა ხედავ რომ ვერ ხედავ ფიზიკურად აი ამ მავნე პროდუქტებს სახლში, როცა შენი ოჯახის წევრები ყიდულობენ და იღებენ, ფიზიკურად ალბათ შენც აღარ გინდება. გაზიანი სასმელები სახლში არ გვაქვს არავითარ. აი ისეთი ტკბილიც რაც მავნე, ანუ ჩიპს ჩვენთან ვერ იპოვი ფიზიკურად, ვერ ვიპოვით სახლში.
სიგარის დავანებე მაგიტომ თავი რომ ცუდი მაგალითი არა იყო დედისგან და მაგათვის ძალიან ტრავმა იყო უფროსისთვის განსაკუთრებით რომ დედა ჩოგონჩენ არ მოწიო და მაგიტომ გადავწყვიტე რომ აღარ მოვწიო და ვაკეთო ისეთ რაღაცები რაც ჩემს შვილებს კარგ მაგალითს მისცემ და როდესაც ასეთი მიზეზი გაქვს ბუნებრივია სიგარეტისთვის თავის დანებებაც მარტივია ხო და არ არის რაღაცა სტრესი შენთვის ძალიან მარტივია აღნიშნე რომ გესმენ მოკლე ჩართვას გავაკეთებ ჩვენ როდესაც კივი დავაბლენდერეთ კივის დაბლენდერებას უნდა ვიყოთ ფრთხილად რადგან როგორც ვიცით ესეთი შავი წერტილები ასე თქვა თესლები რომელიც კივს აქვს დიდხანს არ უნდა ვაბლენდეროთ რადგან ის მე ირევა ამასაში და აძლევს კივის კოქტეილს ძალიან მწარე გემოს ასე რომ ზოგადად ნებისმიერი კივის კოქტეილის მზადებისას შევეცადოთ რომ ძალიან მაგრა არ დავაბლენდეროთ რათა ეს შავი წერტილები ესე გაუმსკდარი დარჩეს და მე თან დავიწყებ ახლა უკვე მესამე კოქტეილს რომელიც ინგრედიენტებიც გითხარ კივის თუ ფორთოხლის არა მესამე კოქტეილი აქ გვაქვს 5 ფორთოხლის წვენი და 1 ლიმონის წვენი დაგვრჩება ასევე 1 სუფრის კოვზი თაფლი ცოტა დარიჩინი და კარგად ერთ ჭიქა წყალთან ერთად დავაბლენდერებთ დარიჩინზე თუ გახსოვთ ქალბატონმა ასათმა ისაუბრა როგორი სასარგებლო არის და როგორი ასევე ცხიმწველი არის და კუჭნაწლავის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლო არის ასე რომ შევათავსეთ ეს სამი კარგი კომპონენტი ერთად და მივიღებთ გემრიელ კოქტეილს და სასარგებლო ძალიან მიყვარს ვაშლის კოქტეილის გემრიელი იქნება დარიჩინით, თაფლით და ვაშლის იმითი რა ქვია. ნამდვილად დარიჩინი და თაფლი ესეთ შემდგარი დუეტია, კარგი ძალიან. კი, და თან დარიჩინი ბევრ ინგრედიენტს უხდება, ბევრ პროდუქტს არა, ესეთი გემო აქვს, რომ თითქოს ყველაფერს ჰარმონიულს ხდის შემდეგ ამ ერთობას და ერთიანობას. და ანტისეპტიკური საშუალება ძალიან კარგია. გადაშორის ფორთოხალთან კიდევ შეიძლება სტაფილოს წვენის დამატება, არ არის ალერგიული და ფორთოხლის და სტაფილოს წვენის ერთობლიობა ასევე გამწმენდ და ქოლესტერილებისგან გამოსუფთავებელ ტანდემს ქვია ესე იგი ასე. მაგრამ ალბათ რუსამ სწორად აღნიშნა რაღაცა ზომიერება უნდა დავიცვათ და უნდა გავაკონტროლოთ რა სიხშირით და რა რაოდენობით ხო? იმიტომ რომ ფორთოხალი მაგალითად რამდენი ფორთოხალია? 5. აქ არის 5 ფორთოხალი. მაგალითად ესეთი კოქტეილი დღის განმავლობაში უნდა გავყოთ 5 ნაწილად და მივიღოთ ალბათ როგორც რუსამ თქვა სასურველია დღის პირველ ნახევარში. დიდი რაოდენობის ან ამ წვენში გამოდის ძალიან ბევრი შეიძლება 1 კილო ვაშლისგან გამოვიდეს ჭიქა წვენი. და ამიტომ უნდა გავაკონტროლოთ ეს. იცი რა შეკითხვა, ხილი ჩემთვის არის მაგალითად ესეთი საშუალება, რომ როცა ვცდილობ, რომ შედარებით სწორად ვიყვებო და როცა ვხვდები, რომ უკვე ძალიან გასუქებული ვარ, საღამოს სხვას არაფერს არ ვჭამ ხოლმე და მაგალითად შეიძლება ვჭამო აუჩა. რადგან თქვენ შემთხვევაში ხილი ამოღებულია, ხო? ანუ საღამოს 5-ის მერე აღარ მიიწვ. არის რამე ისეთი, რაც გიადვილებს თუ საღამოს საერთოდ არაფერს არ იღებ. თუ არის პროდუქტები, რაც აი საღამოს ამ შიმშილის ძალიან მიჭირს, ალბათ ვაშს შეიძლება ერთი ცალი ვაში მივირთვა კიტრი, იმიტომ რომ კიტრი არის ყველაზე და ისეთი ისინი შეიცავს, რაც მე მგონი არა, როგორც დიეტოლოგი საერთოდ მწვანე ხილი და ბოსტნეული მგონი ეგეთია. უფრო დიეტურია, ვიცი და უფრო დიეტებში მეტად გამოიყენება მწვანე ფერი. კიტრი ვაში წითელიც არის და ყვითელიც. ნებისმიერი. უფრო ტკბილი. ანუ როგორც ხვდებით თქვენს ოჯახში წინა პლანზე არის გადმოწეული ჯანსაღი ყვება, ხო? ახერხებ რომ ყოველდღიურად გააკონტროლო, რომ თქვენი დღის რაციონი, შენი შვილების დღის რაციონი შეიცავდეს იმ მინერალებს, იმ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია, რომ ყოველდღიურად მიიღოს ადამიანის ორგანიზმში. ვაკონტროლებ თუ არიან ჩემ მეთვალყურების ქვეშ, ან როგორც კი გადიან იქ სპორტია, იქ სკოლაში ზუსტად ვიცი, რომ ჯანსაღმებს მიირთმევენ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვების სკოლაში. კი. და გარეთ რო გადის ვერ მივსდევ ფიზიკურად ეგეც მერიდება უკვე რომ გავყვე და კამფეტი ხარ შეჭამე შენა შოკოლადი ან რამე ხო ბავშვია და როგორც მე ვიყავი ბავშვი და მინდოდა ეს ყველაფერი ან შოკოლადიც უნდა მიიღოს ანუ შავი შოკოლადი აი აუცილებელია მე თუმცა სიტყვინის მოძრაობა დღეში 25 გრამი ხილი ნიგოზი თაფლი იქ ჩირები ყველანაირი ანუ სახში უნდა იყოს ისეთი რაღაცეები ფინიკი არის ქართულად როგორ არის ძალიან სასარგებლოა და იმდენად ტკბილია ეს ფინიკი რომ გიკლავს ამ შოკოლადის და რაღაცა ისეთი რაღაცების სურვილს და ხო იგივე გაზიანისას მელი აღარ მოგინდება როცა მოგიმზადებენ ძალიან გემრიელ სახში გაკეთებულ ლიმონად ფაქტობრივად რომელიც ძალიან მარტივად მზადდება რომელ ფერს დააგემოვნებ აბა აი ცუდი მწვანეს კარგი მადლობა მე წითელს მეც წითელი მე მეგონა ყვითელს და გავინაწილებდით. აი, აბა მოდი ჩვენი სკაბეჭრები. ეს
ეს ისეთია მე რომ ვიყავ. რა შედის რა ინგრედიენტები? აქ არის მარწყვი, მოცვი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ჭიქა წყალი. ანუ ეს სიტყვა რომელიც მე მიყვარს თაფლმა მისცა. მაგრამ ძალიან ტკბილიც არის. ძალიან და მე ტკბილიც ეს არ არის. მომეწონა ზუსტად. შენი როგორია? ჩემი სასიამოვნო არის და მე ისიც რომ მიყვარს დარიჩენი და ეგრევე ყვითელ კოქტეილს მივეტანე. არის ნაზი იგზნობა ეს ჯინჯერის ცოტა ესეთი მცხარე გემო. არა, სხვათა შორის არ არის მჟავე თაფლმა, აქაც არის ერთი სუფრის კოვზი თაფლი, რომელიც სასიამოვნო არომატი მისცა. რუსა კივის ჩემი ოქტელი დიეტური, მწვანე ფერია და ძალიან გემრიელი, მომჟავოა, დარიჩენიც იგრძნობა ძალიან კარგად, არ არის ტკბილი. და ძალიან სასიამოვნო. თან როგორც მივხვდეთ ძალიან მარტივად ძალიან მზადდება. მარტივად და ძალიან მე მალე. მგონი ძალიან კარგი რჩევაა ჩვენი ტელემაყურებლისთვის, იმიტომ რომ როდესაც გსურთ რომ გაუმასპინძლოთ თუნდაც გოგოებს, რომლებიც საღამოს მოვლენ შენთან, რატომ ყავა და რატომ არა თუნდაც ესეთი განსხვავებული არის ზომიერად. და ზომიერად. გავყოთ, ვეცადოთ რომ გავყოთ დღის პირველ ნახევარში და ისე მივიღოთ ჩვენი კოქტეილები. კარგი, მე მგონი სასარგებლო რჩევები მიიღო ჩვენმა ტელემაყურებელმა. რუსას ძალიან დიდი მადლობა რომ მადლობა ორი თქვენ. ბლოკის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით და საინტერესო თემებზე საუბრობდით და შევისვენოთ სულ ცოტა ხნით.